მოვედით დინამოს თამაშზე, საგულშემატკივროდ რასაკვირველია. დინამო ეთამაშება მონდორფს, ლუქსემბურგის გუნდს. პირველი შეხვედრა ლუქსემბურგში დასრულდა ანგარიშით 2-1 დინამოს სასარგებლოდ. მე ამ შეხვედრაზე მოვედი ბოკა ხუნიორსის ისტორიული მაისურით, რომლითაც ხშირად დავდივარ ხოლმე მათ შორის თამაშებზე და რომელიც კარგად მაქვს დაცდილი. ამ მაისურით უკვე არგენტინა ბრჭყალებში გავიყვანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, რასაც არავინ არ ელოდა. არგენტინა არათუ ფინალში გავა, არამედ მოიგებს და მესი აღმართავს მსოფლიო ჩემპიონატის თასს უკვე მეორედ. რაც შეეხება მატჩს, მომენტებს შემოგთავაზებთ სტადიონიდან, გამოიწერეთ გვერდი და დაელოდეთ საინტერესო ამბებს უკვე სტადიონიდან. დინამო თბილისის ფეხბურთელები გამოვიდნენ matches წინა ვარჯიშზე. ემურგეც ბაია მიესალმა გულშემატკივრებს. ჯერჯერობით მატჩის დაწყებამდე დარჩენილია 20 წუთი. ჯერჯერობით ძალიან მცირე რაოდენობის ხალხია სტადიონზე. ესენი არიან ლუქსემბურგელი გულშემატკივრები. ვარა ჟუნიორი. დინამოს დრავირებული ფეხბურთელი, ხალიდ დორტმუნდიევი, გულში ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში აირჩია. მატჩის პირველი ნახევარი დასრულდა ანგარიშით 0-0. ყველა კომპონენტში ჩაგრავს დინამო თბილისი მოწინააღმდეგეს, მაგრამ გოლის გატანა გვიჭირს. აველოდოთ მეორე ტაიმს. ხალხის ოვაციებით ხვდებით ვინც გამოდის მოედანს. თორნიკე კვარაცხელიას გამომუშავებულ პენალტს შეასრულებს ალგასინება. რაც ამ თამაშზე ვინერვიულე? ავიცი. მეორე პენალი ძლივს გავიტან. აი ესე დასრულდა დღევანდელი შეხვედრა ანგარიშით 1-1. კი გვანერვიულა ცოტა დინამო, მაგრამ რაც თავარია შემდეგ ეტაპზეა და შემდეგ ეტაპზე უკვე ლიეტუური გუნდი ჟალგირისი იქნება მისი ეტოქი.